დასრულდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის საგანმანათლებლო ინიციატივაა და შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მოსწავლეებს გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები და საკმაოდ კონკურენტულ გარემოში შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. მოხარული ვარ, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი მზარდია და მატულობს წლიდან წლამდე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მის დიდ მნიშვნელობას. ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგად გამოვლინდებიან გამარჯვებული მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ გადაეცემათ შესაბამისი დიპლომები, სიგელები, სხვადასხვა სახის პრიზები, მიეცემათ შესაძლებლობა გახდნენ საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და სამომავლოდ მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში. ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება გადავწყვეტა, რადგან უფრო მაღალ დონეზე გამომეცადა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები. სხვა დროსაც მიმიღია მონაწილეობა და ვფიქრობ, ამ მხრივ მართლაც მნიშვნელოვანი კონკურსია ახალგაზრდებისთვის და ახალი თაობისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღე საინტერესო გამოცდილება, რომელიც მომავალში დამეხმარება. მე მივიღე მონაწილეობა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და ჩავაბარე ქართული ენა და ლიტერატურა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნაწერით, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ეს ნებისმიერი მოსწავლისთვის. არა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების გამოსაცდელად, არამედ აგრეთვე ახალი მეგობრების გასაჩინად, რომელსაც აგრეთვე აინტერესებთ ქართული ენა და ლიტერატურა, ნებისმიერი ენა. წინა წელსაც გადმოვედი ფინალში, ოღონდ ამჯერად ფიზიკასა და ინგლისურში და წინა წელსაც საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი მიღებული გამოცდილებით და წელსაც ძალიან კმაყოფილი ვარ.